ქართული პოლიტიკური სივრცის ანალიტიკოსები, ექსპერტები ახლა ამბობენ და სხვათა შორის ამასაც გია ხუხაშვილმა თქვა, რომ თუ ქართულ პოლიტიკას რაიმე ლოგიკა მაინც დარჩენია, შემოდგომას უნდა ველოდოთ ვარდამდელ არჩევნებს. აი თქვენ როგორ ხედავთ? ნახეთ, ამბობენ იმასაც, რომ უკვე ქართული ოცნება ემზადება ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად. თქვენ რას ხედავთ? ვადები არის აქ მნიშვნელოვანი, ან ზოგადად ესე იგი ვადამდელი არჩევნების ჩატარება სჭირდება თავისი პროცედურები, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, ქართული ოცნების პირობებში არაფერი გამორიცხული არ არის, რასაც უნდა იმას ჭრიან და კერავენ. ერთი რაც შემიძლია გითხრა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ პოლიტიკოსი ხარ, ან პოლიტიკაში გინდა იყო ყოველდღე, აი არჩევნები რომ მოხდება, იმის მეორე დილიდან უნდა ემზადებოდი არჩევნებისთვის და სულ უნდა ემზადებოდი არჩევნებისთვის. მე არ ვიცი როგორ გითხრათ, დღეს ვერ ვხედავ ამ დღეს რომ უნდოდეთ არჩევნების ჩატარება, ამას ვერ ვხედავ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ დღეს მე მგონი რაღაცა დრო დაჭირდებათ იმისთვის, რომ ცოტა ეს რაღაცა ცდელობა უნდა ჰქონდეთ, რომ ეს ასე ძალიან დავარდნილი მათი რეპუტაცია რაღაცნაირად გამოასწორონ, არ ვიცი, შეიძლება ჰქონდეთ ეს ცდელობა, ამიტომ დღეს ვერ ვხედავ. ეხლა დღევანდელი მოცემულობით დღეს რასაც უყურებ, ხალხის დამოკიდებულება როგორიც არის, რომ პრაქტიკულად ქვეყანა ჯარიმების ქვეყნად იქცა, ქვეყანა სადაც ხელისუფლება ლაპარაკობს ეკონომიკურ წინსვლაზე, ციფრები მოაქვს, ამ დროს ხალხი სულ უფრო ღარიბდება. ქვეყანა სადაც პრემიერი ამბობს, რომ 30,000 ადამიანი მოსყიდული მყავდა ლეგალურად, პირდაპირ თქვა, რომ აბა ის ყავდა მაგითა ჩასმული გიგი უგულავა. ისთვის ისე გიგი უგულავა, ამის არის და 30,000 ადამიანს რაღაცა მინიმალურ ხელფასს უხდით, იმიტომ რომ ჩვენთვის ხომ მოეცაო. ეს თქვა პრაქტიკულად, ხო, ამ ადამიანმა. აი ასეთ ვითარებაში ახლა, აი ასეთ მოცემულობაში არჩევნების ჩატარება რაში შევდება, ხარი? აი თან მაინც ფიქრობ, რომ დღეს არ გეგმავენ მაგას, თუმცა ისეთი მართლობა გვაქვს, რომ პროგნოზების კეთება არის ყველაზე უმადური საქმე დღეს, სიმართლე გითხრათ რა. უბრალოდ როგორც პოლიტიკოსმა უნდა გითხრათ, რომ ერთ ექსპერტი არა ვარ და ვერ ვიტყვი, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პოლიტიკოსმა შემიძლია გითხრათ, რომ თუ მე პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკაში ვარ, დღეს ყოველი დღე ჩემი უნდა იყოს არჩევნებისთვის მზადების დღე.